ამდენს, იმიტომ ლაპარაკობთ, აბა ნაკრებიდან მოუკვეთოთ ესეთი კითხვების, ბატონო, ნაკრებიდან კი არ უნდა მოუკვეთოთ, ჩვენ მედიას გვაქვს ზუსტად ის ბერკეტი და ზუსტად ჩვენ ვართ კომპეტენტურები და უფლებამოსილები, რომ შევარცხვინოთ მათი ეს აქციელი, რომ ისინი თუ არა საუბარია თაობების მისაბაძ ადამიანებენ იქ რაღაცა 5 ნიშნა დოლარში ხელფას, იმის არ ვიცი როგორ აიღებენ ღმერთი. მე გუშინაც ვიკითხე, ვიცით ჩვენ ხუჩას რა უნდა? ამ წუთას ჩემთვის ხუჩას უნდა რუსეთში დაბრუნება. ეს არის, იმიტომ რომ მას საპირისპირო არ დაუმტკიცებია არც საქმით, არც განცხადებით, არაფრით, სხვა არაფრით. ამიტომ ეს არის მათი სურვილი, თორე როცა რაღაცა გინდა ყველაფერში შეიძლება კონსენსუსი მოძებნოთ და კონტრაქტი. უნდა გავიგოთ რა უნდა ხუჩა კვარაცხელიას. ხუჩა კვარაცხელიას უნდა ჩაიწეროს დიდი ასოებით ქართული ფეხბურთის და არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, თუ უნდა რომ უბრალოდ შეიქმნას უზრუნველი ცხოვრება და ამისთვის იყენებს ფეხბურთს. ჩვენ არ ვიცით რა უნდა ხუჩა კვარაცხელიას. ქართველებს გვაქვს, თქვათ რომ აიაქსი იმ პირობებს ვერ შეთავაზებდა რაც ჰქონდა ხუჩას. არც ერთი გუნდი არ შესთავაზებს პირობითად ხუჩას იმ პირობებს, ვერც ერთ ევროპულ საშუალო თუ გრანდში ვერ გაყიდის ხუჩას მესვეული ხუჩას იმ ფასად როგორც დავუშვათ ზენიტში. რა თქმა უნდა. ეს არის 2-2-4. ამაზე უნდა შევთანხმდეთ. იმიტომ შავი ფული არა აქვთ იმ კლუბს. და იმაზეც უნდა შევთანხმდეთ და შავ ფულზე არა ესაუბარი. მოდი ვთქვათ რა, ვიღაცა შეიძლება ეს ძალიან ეწყინოს, მაგრამ ხუჩა არის ფეხბურთელი, როგორც შეიძლება იყოს, ჩვეულებრივი ფეხბურთელი ესე ვთქვათ, ხო? ანუ ძალიან მინდა რომ ხუჩასთან და ზურიკოსთან ერთად ბათუმის დინამო ჯგუფში შევიდეს, მაგრამ მე არა ვარ ილუზიების მიმდევარი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ხუჩა არის რაღაცა ფენომენალური ფეხბურთელი, რომელსაც მარტო შეუძლია საქართველოს ჩემპიონატი რაიმე ტურნირის მას შეუძლია გახდეს ასეთი ფეხბურთელი. მან აიაქს უთხრა უარი. ეს ნაპოლი იყო ტყუილი, ნაპოლის მე არ ვიცი ხუჩას წარმომადგენლები ვინ არიან, ვისაც ნეაპოლიტანის ქუჩებში სახეზე ცნობენ, რომ მედიამ ამაზე წეროს და გარდა იმისა, რომ ნაპოლის პრესატაშე მესამბავი უარყო ქართული მედია მაინც ჯიუტად დგას და ლაპარაკობს ამაზე, რომ გვაჩვენა წერილი არავითარიო სამწუხაროა, რომ ამ თემით სპეკულირება მიდის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ იტალიამ თქვა უარი რუსეთ-უკრაინიდან მოცემულობაში უკრაინიდანაც ტრანსფერებზე და არც ერთი ევროპული, არც ერთი მსოფლიოს ნორმალური ქვეყანა რუსეთში ფულს ტრანსფერის ფულს არ გადარიცხავს. ეს არის გამორიცხული ამბავი. ხუჩას შევახსენო ჩვენ სხვათა შორის დიდი მადლობა ამ ძალიან გულწრფელი ინტერვიუსთვის. მალხას ასათიანი ჩაგვერთო ჩვენ ასევე მე თუ მკითხავ ხუჩაზე ბევრად ნიჭიერი იმ პერიოდში ფეხბურთელი და ჩემთვის ძალიან ასათიანმაც თავის დროზე ძალიან არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო. იმ დღეს თქვა სწორედ რომ ძალიან